საქართველოს ეროვნული სამშვიდობო სპორტული პროექტების ხელმძღვანელმა გიორგი სამხარაძემ 2025 წელი ფართო მასშტაბური სპორტული პროექტის განხორციელებით დაიწყო, სადაც მონაწილეობდა 600 მოსწავლე სპორტსმენი, 50 მასწავლებელი და 25 სოფელი, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, ბავშვების მშობლები. პროექტი გულისხმობდა 11 იანვარს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე საქართველოს დროებით საოკუპაციო ხაზიდან მიმდებარე სოფლებიდან და დევნილთა დასახლებებიდან 600 მოსწავლე ახალგაზრდის საგულშემატკივრო დასწრებას რაგბის საერთაშორისო მაღალი დონის მატჩზე შავი ლომის საქართველოსა და ბაიონეს საფრანგეთს შორის. მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის ნაქირავები იყო 25-მდე სატრანსპორტო საშუალება და ასევე სარეზერვო ავტობუსები. ქალაქ გორში ყველა ბავშვი დასაჩუქრდა სახელმწიფო ეროვნული სხვადასხვა ზომის დროშებით, ასევე სარაგბო საგულშემატკივრო დროშებით. ბავშვებს უფასოდ გადაეცათ საერთაშორისო მატჩზე დასასწრები ფასიანი ბილეთები, ასევე საგულშემატკივრო ჯგუფის ლიდერებს გადაეცათ საგულშემატკივრო ატრიბუტიკა, ბარაბნები, საგულშემატკივრო დასარტყმელი ინსტრუმენტები, რომელთა დასაჩუქრების წახალისება ეტაპობრივად გაგრძელდება ყველა სოფლის მიმართულებით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე განხორციელდა დროების საოკუპაციო ხაზიდან მიმდებარე სოფლებიდან, შიდა ქართლიდან და ასევე უშუალოდ დევნილ დასახლებებიდან. მადლობა მინდა გადაუხადო რუსთავის აზოტს კომპანიას, მაგალითად გვერდში დაგვიდგნენ და ასევე გვიქირავეს თვითონ თავანთი დიდი ავტობუსი, ასე ვთქვათ, გამოგზავნეს და კიდევ 25 მიკროავტობუსი ჩვენ ვიქირავეთ მოკლედ კომპანიების მხარდამხარ და ეს იყო მოკლედ არ ვიცი გვერდში დგომა ქართველი მოსახლეობის გაერთიანება.